ეს რა შეეხება რეალურ ჰადისში დღეს მეგო ეხლა გადავადგი საჰიჰ მავარიდ აზამან ვიგამიხსენებს მეგო რაზე არის საჰიჰ მავარიდ აზამან რაზე ეს წიგნი აი ხანი არა ქონდა მაგ თემაზე გაკვეთილი ჰა საჰიჰ ანუ ეს ჰადისების კრება რაზე არის რა განსხვავება არის ამ ჰადისების სხვა ჰადისი იგივე ჰადისები რაღაცა დამატებია ხო ანუ ეს არის მე ყველა საჰიჰ ჰადისები როგორც ბუხარში და მუსლიმში მაგრამ ამ ჰადისებში არის მოსული ის სიტყვები რომელიც არ არის მოსული რა ბუხარში და მუსლიმში გავიხსენოთ ერთი მაგალითი მაინც მაგალითად ავიღოთ ჯიბრილის ჰადისი ცნობილი ჰადისი ხო მოვიდა ჯიბრილ ალეისალამ ანგელოზ გაბრიელი შუმავათა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ და კითხა მაგას მა ხო არის ისლამ რა არის ისლამი და რა თქვა ისლამი არის რა შაჰადათი ლოცვა ზაკატი ერთად და ასევე რა თქვა ვალ უმრა და უმრათი მაგით ზოგიერთ ალიმები თქვეს რომ უმრას გაკეთებაც არის ვაჯიბი ადამიანის თუ შეუძლია როგორც ჰაჯი ანუ ეს არის ჰადისი მოკლედ ვთქვათ ის ჰადისების სახეები რომელიც მოდის ბუხარში და მუსლიმში მაგრამ ამ ჰადისში არის რა ასევე კიდე მეტი ინფორმაცია დამატება მაგას ქვია საჰიჰ მავარიდ აზამან ჩვენ გავჩერდით მე 46 თავზე ბაბუ ფიმან yali al-imam რა შეეხება თავი რომელიც ეხება ვინც დგას იმამის უკან 342 حديثي عن قيس بن عبادة ما كانت كوا بين أنا بالمدينة في المسجد في الصف المقدم قائم أصلي رسمي بقوي مدينة شي بيرو الريكشي دا ولوصلوب دي فجبذني رجل من خلف جبذة مي أنو كاماتريا بيغاس عدميان ما أن لوصو تسامويد لوصو يزروار لوصو عدميان بيغاس مويدا وكنيدان دايجدا غامواتريا لوصو يدان زاليد فنحاني وقام مقامي გამწია და ჩემ ადგილას დადგა გამწია და ჩემ ადგილას დადგაო წარმოიდგინეთ მდგომარეობა فوالله ما اقلت صلاتي الله სპიცა ვაფშე ვერ გავიგე რა მოხდა ჩემ ლოცვაშიო როგორ ვილოცვე ვერ გავიგეო فلما انصرفت اذا هو ابي بن كعب და როცა ვნახე ვინან გავედი დავამთავრე ლოცვა გავედი თურმე ეს არის საჰაბა ابي بن كعب იყო قال მაგათ თქვა ابن اخي ე ჩემოს მიშვილო ნუ ეს მოფერებით لا يسك الله ანუ არ გაგამწაროს კი არა აი როგორ თქვა იასუკა როგორ თქვა ქართულად იასუკა რასტროით აღეწყინო აღელო ჰა აღელო ნუ აგაღალვებს არა აღელდები ნუ მოკ დუას აკეთებს ანუ ალლაჰ მაშინ ანუ წუხარება არ მოგწონს ასე თქვა მე ვის იცის ქართული რასტროით ანუ რუსულად ვის ქართულად არ ვიცი მე აგზიდეს إن هذا عهد من النبي صلى الله عليه وسلم إلينا إيش ჩვენ გვასწავლაო შუმავალი صلى الله عليه وسلم ثم استقبل القبلة وقال მე قبلة შორის قبلة მიმართ გასწორდა და თქვა حلك أهل العقد ანუ სახიფათო მდგომარეობაში არის ანუ მართველებიო ورب الكعبة და დაიფიცა ეგრე სამჯერ ثم قال მე თქვა والله ما عليهم آسا ანუ ალლაჰს ფიცაო მაგათზე მე არ წუხარო ولكن آسا على من أدلو მაგამ წუხარ იმ ხალხზე ვისაც ანუ გზიდან ააცდინესო قال قلت და იმ საჰაბამ თქვა რომ მე ვკითხეო მაგასო من تعني بهذا ვის გულისმობ ამითო قال الأمراء თქვა მართველებიო მაგის მე სახლის მართველი ვინ არის კაცი ქმარი მამა ასევე ეს ხადისი ეხება არა მარტო მართველებს ასე ვთქვათ, ასევე ეხება ოჯახების უფროსებს. 47 თავი ბაბუ სალათი ბეინა სავარი. თავი რომელიც ეხება ლოცვა ბოძეების შორის. აი როგორც ქვევით ხო არის ბოძე. ლოცვა ბოძეების შორის. 353 حديثي عن عبد الحميد بن محمود მაგან თქვა. صليت الى جنب انس بن مالك بين السواري فقال მე ერთხელ ვილოცეო ანას بن مالكის გვერდზე ანუ ბოძეების შორის და მაგან თქვა كنا نتقي هذا على عهد رسول الله صلى الله عليه وسلم ჩვენ მაგას ვერდებოდითო ანუ ვერდებოდით რა შუმავალი صلى الله عليه وسلم ცხოვრების დროს ლოცვა ანუ ბოძეების შორის 352 حديثي عن قرة بن إياس მაგან თქვა كنا ننهى عن الصلاة بين السواري ჩვენთვის იყო აკრძალული ლოცვა ბოძეების შორის ونطرد عنها طردا და ჩვენ გვაგდებდნენ იქიდან ანუ ძლიერად ანუ გვიგზავნებდნენ ბოძეების შორის რა ლოცვას მე ძმებო აქ არის რამოდენიმე მომენტი უნდა ვთქვა როდის შეიძლება ადამიანისთვის ლოცვა ბოძეების შორის მაგრამ მაგამდე ჯერ ვთქვა სიტყვაზე შემოვიდა ადამიანი მეჩეთში ჯამაათ ლოცვაში და ხედავს რომ უკან ანუ ბოძეების ანუ სხვა ადგილი არ არის
შეუძლია ადამიანი დადგეს იმამთან ერთად. შეუძლია ადამიანი დადგეს რა? იმამთან ერთად. ბოძეების შორის ლოცვა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი იცის, რომ ანუ ეს სიტყვაზე აი ორი ბოძე და აქ არის ხაზი. ამ ხაზის მიერ არ გადავა კიდე რა საფი. ანუ ხალხი არ მოემატება. ამ შემთხვევაში შეიძლება ბოძეების შორის ლოცვა. ასევე მინდა ყურადღება გავაფრთხილო, ანუ გავამახვილო რაზე, რომ გრძელი მინბარები. როცა ზოგიერთ მეჩეთში არის ძალიან გრძელი მინბარი, ისეთი გრძელი მინბარი შეიძლება 2-3 რიგი დაიკავოს. ეგაც არის ეწინააღმდეგება სუნნათს. სუნნათი არის რამდენი მიახლოებით ნაბიჯიზმებო? 3 თუ 4 თუ ასწევით, ან 3 საფეხური, როგორც იყო შომავალის დროს სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. 42 თავი, ბაბუ ფი მან იუსალli ხალფა საფი ვაჰდაჰუ. თავი ეხება იმას, ვინც ლოცულობს რიგის უკან მარტო. ანუ ჯამაათ ლოცვა, პირველ რიგი შეივსო, ადამიანი შემოვიდა და უკან მეორე რიგში არავინ არ არის. მარტო ლოცვა თუ შეიძლება. 345 حديث عن علي بن شيبان رجل من بني حنيفة بنو حنيفة أنطومي علي بن شيبان وكان ممن وفد إلى النبي صلى الله عليه وسلم مويد شوم وطن صلى الله عليه وسلم رجل ديليغاسيا ما قالت كوا مقوا صليت خلف رسول الله صلى الله عليه وسلم ادخل فيلوسيو شوم صلى الله عليه وسلم وكانوا فلما قضى رسول الله صلى الله عليه وسلم صلاته نظر إلى رجل خلف الصف وحده فقال النبي صلى الله عليه وسلم درس شوم صلى الله عليه وسلم دام ترى لوسوا شيخي دا وكان ეთ ადამიანს შეხედა, რომელიც ლოცულობდა, ანუ მეორე რიგში მარტო. და შუმამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მაგას უთხრა მაგას, ჰაკადა სალეიტა, ეგრე ილოციო შენ, ანუ მარტო ეგრე ილოცე? ფაყალა ნაამ, მაგან თქვა კი. და შუმამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ მაგას უთხრა, ფააიდ სალათაკა, გაი მეორე გაანახლე შენი ლოცვა. فإنه لا صلاة لفرد خلف الصف وحده. იმიტომ რომ არა ის ლოცვა ადამიანისთვის, თუ უკან მეორე რიგში დგას მარტო. როგორც გაიგრძნეთ ჰადისი, არ აქვს ლოცვა იმას, ვინ არ წაიკითხა ლოცვაში? ფათიხა. ასევე აქაც მე ზოგიერთი მაზაბი იძახის, რომ შეიძლება, მაგრამ აი აქ არის სარი ჰადისი. პირდაპირ ჰადისი იძახის შუმამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უბრძანა საჰაბას გაიმეოროს თავისი ლოცვა. 346 ჰადისი عن وابس بن معبد მაგან თქვა أن رسول الله صلى الله عليه وسلم رأى رجلا يصلي خلف الصف وحده. شوماما صلى الله عليه وسلم اتخذ داينخ ماماقاتي رومل لوصلوبدا მეორე რიგში მარტო. فأمره فأعاد الصلاة. მაგას უბრძანა და თავიდან ილოცა მისი ლოცვა. 347 حديثي وفي رواية عن حلال بن يصاف قال სხვა რივაიაში حلال بن يصافისგან მაგან თქვა أخذ بيد زياد بن أبي الجعد ونحن بالرقة. მე ანუ ხელში დამიჭირა ესეთი ადამიანი, რომელიც თქვა და ჩვენ ვიყავით რაყაში, ანუ რაყა არის ადგილი. فأقامني على شيخ من بني أسد. და მომიყვანა ერთ შეითან بني أسدის ტომიდან. يقال له მაგას ერქვა وابس بن معبد. قال حدثني هذا الشيخ. და თქვა ეს შეიხი, ანუ რომელსაც მე მიყვანა, მაგა მომიყვა. أن رجلا صلى خلف النبي صلى الله عليه وسلم وحده. رممت إتي ماماكاسي إلوسا شوموال صلى الله عليه وسلم وكان مرتو ولم يتصل بأحد. دا أراوي ماغاسرا أرشيو ورتا. فأمره أن يعيد الصلاة. دا أبزنا ماغاسرا لوسويس شسروليبا تاويدان. أنا لوسويس تاويدان شسروليبا. زمنبو ماغايتا شموليدا ويغايتا شوينغان ميچيشي جماعة دا خيداوس ميوري ريكشي أراوين أريس. და მაგას გონია არც არავინ არ მოვა. რა უნდა გაკეთოს მაგ დროს ადამიანი? პირველი ალიმები იძახიან, რომ შეუძლია მაგას ადამიანს მივიდე პირველ რიგში და გაწიოს ხალხი პირველ რიგში ისე რომ ჩადგეს იმ რიგში. როგორც აკეთებდა შუმავალე სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, ხანდახან როგორც არ გადმოცემ ჰადისში, გაწევდა აბდულლა იბნ აბას ლოცვის დროს. და მაგაში პრობლემა არ არის. ნებისმიერ მოქმედება ძმებო, რომელიც ეკეთება ლოცვის გასასწორებლად, ან ლოცვისთვის, ნებისმიერ ეგეთი მოძრაობა, გინ ლოცვაში, გინ ლოცვის გარე შეიძლება. მე რა შეეხება მაგალითად თუ არ შეუძლია ადამიანს გაწიოს მეორე რიგი და არ არის ანუ ძალიან მჭიდროდ არის რიგი შეუძლია დადგეს იმამის გვერდზე დადგეს რა შეეხება იმას რომ ზოგიერთი ხალხი რას აკეთებს იმამის ცოტათი უკან დგება ან იმამი როცა დგება და უკან დგება მაგაზე არანაირი დალილი არ არის უნდა დადგეს იმამის გვერდზე მე თუ ადამიანს არ შეუძლია არც ანუ პირველ რიგში დადგეს გაწიოს ხალხი არც იმამთან ერთად დადგეს შეუძლია ილოცოს მარტო მაგას დალილი რა არის მეგო არ შეუძლია ადამიანს ზოგიერთ სექსი შემოხედა მაგას დალირე ხო არ შეიძლება არ შეიძლება ვერ ვიტყვი მაგრამ მაგას დალილი არ არის საერთოდ მაგას დალილი არის ჩვენ გვაქვს ერთი წესი ლა იუკალიფუ ლაჰუ ნაფსან ილლა ვუსაჰა ალლაჰი არ დააძალებს ან არ მისცემს ანუ სავალდებულო არ იქნება იმას
რასაც ადამიანს არ შეუძლია. მაგით აქ ალიმები თქვის რომ რა შეუძლია ილოცოს მარტო. რასაც შენ თქვი ძმა, ხო, ეს არის ცნობილი, გავრცელებულია ჩვენში, მაგრამ მაგაზე დალილი არ არის. შეგიძლია იპოვოთ თუ დალის ნახავთ, ძალიან კაი იქნება, მაგრამ როგორც ვიცი, მაგაზე დალილი არის. ბატონო? პირველ ხათში რომ უკან საქმე ხო. მაგის არქეზზე და ხო. არა, მაგას გეტყვით რატო დამავიწყდა მაგის ახსნა. რატომ გაწია? სუნნათში არის რა, ადამიანი რომელიც იმან ლოცულობს, იმამის უკან უნდა ილოცოს ხალხი რომელიც არის ცნობილი ყირაათით, კარგი კითხვით, ალიმები არიან და ასე შემდეგ. რატო კითხება ეს, რომ თუ იმამის შეცდა რაღაც ლოცვის დროს, ის ხალხი რომელიც არის მაგას უკან გაასწორებს ის. ანუ ის უბრალოდ გამოიწია არა იმისთვის რომ დადგეს, ანუ რა უბრალოდ გამოათრია ლოცვიდან საერთოდ. იმიტომ ეს იყო ასე ვთქვათ მაგის ადგილი. ცოდნი ადამიანის ადგილი არის მან. ეს არის სუნნათი. ბევრი ხალხი არის, მაგრამ ეს არის სუნნათი. რა შეეხება ქალებს, მე ეს ქალებს არ ეხება. ქალი შეუძლია ილოცოს მარტო. ქალი შეუძლია ილოცოს მარტო, ანუ მეორე ხაზში. მეორე ხაზში როგორც არის გადმოცემული ბუხარში. 59 თავი ბაბუ სალათი ნისა ხალფ რიჯალ. თავი რომელიც ეხება რას? ქალების ლოცვა კაცების უკან. 357 ჰადისი ყალა იბნ აბასმა თქვა სალეითუ ილა ჯამი ნაბი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ. მე შუმავალ სალლალაჰუ გვერდზე ლოცულობდი. ანუ ნახეთ, იმამი ლოცულობს და საჰაბა იბნ აბას იყო მის გვერდზე. არა ცოტათი უკან და ასე შემდეგ მაგაზე ჰადისები არ არის. პირდაპირ მის გვერდზე. საკალხე. ბარაკალლაჰ. ვა აიშა თუ ხალფანა თუსალი მაანა და აიშა ლოცულობდა ჩვენს უკან ლოცულობდა, ანუ მარტო იყო და ლოცულობდა მაგათ უკან. ვა ანა ილა ჯამბი ნაბი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ უსალli მააჰუ. მე კი ლოცულობდი შუმავალი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ მის გვერდზე. მაგით აქედან ჩანს რომ ქალს შეუძლია ილოცოს მარტო. მაგრამ იმას რაც კიდე გავიმეორებ, იმაზე რაც ეხება, როცა იმამთან გვერდზე დგებიან, სიტყვაზე ორი ადამიანია მარტო და გვერდზე დაუდგება ადამიანად ცოტათი უკან, მაგაზე დალილი არ არის. რა შეეხება ქალების ლოცვა, თუ ქალი არის იმამი ძმებო, ქალი ლოცულობს შუაში, წინ არ მიდის, არამედ ლოცულობს ქალების შუაში. 50 თავი ბაბუ სუთრათი ლილ მუსალli. თავი რომელიც ეხება სუთრას ლოცულისთვის. სუთრა ხო ის რა არის სუთრა? რა არის სუთრა? წინ რაღაცა გავთა ლოცვის რომ ხალხი არ გაიაროს, ხო? ან საჰლ ბინ აბი ჰაითამა მაგან თქვა ანნა ნაბი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ყალა იდა სალლა აჰადუკუმ ილა სუთრა თუ ვიღაცა თქვენსგან ლოცულობს სუთრასთან, ანუ სუთრა არის მის წინ, ფალიადნუ მინჰა მოუახლოვდეს მას, ანუ ახლოს იყოსო. ლა იახტაუ შეიტანუ ალეიჰი სალათუჰუ რომ შეიტანი მისი ლოცვა არ გააფუჭოსო. რამდენად ახლოს უნდა იყოს ძმებო ადამიანის სუთრასთან? ჰა? სადაც აკეთებს, სადაც აკეთებს, ხო, იქ ვუყურებთ, ან მაგის წინ. ასევე ეს ნიშნავს რა, სამი ეს იდაყი, ხო? სამი იდაყი უნდა იყოს. თვითონ სუთრა რამხელა უნდა იყოს? ან ერთი იდაყი, ან 2/3, ან 2/3. რა შეეხება სუთრას? სუთრა არის ვაჯიბი. მაგის დალილი რა არის? სუთრას დადება არის ვაჯიბი. მაგის დალილი რა არის? შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ უბზანა მლოცველს, რომელიც თუ ვიღაცა გაიარებს მის წინ, რა უბზანა? დაიჭირა ებრძოლე მაგასო. იმიტომ შეიტანი არისო. ადამიანი გააჩერე ერთხელ და მაინც მიდის, გებრძოლება ხედავს ლოცულობს, მაინც მიდის ებრძოლიო შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი. აქედან გამოდიან ჩვენ ვიცით რომ მუსლიმანთან ბრძოლა შეიძლება, ხო? კუფრია. მაგრამ შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძანება თქვა. აქედან გამოდიან ალიმები თქვის რა, სუთრის დადგომა არის ვაჯიბი. ასევე შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ სხვა ჰადისში თქვა, რამდენად ახლოს უნდა იყოს სუთრასთან. ერთხელ შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ლოცულობდა და ბატკანი, პატარა მწვარი გადიოდა და ეშინოდა რომ არ გავლილიყო მის წინ, მივიდა თლიანად, ანუ ასე ვთქვათ, კედელთან ქააბის კედელი იყო თავშტები, მივიდა ძალიან ახლოს. მაგრამ ადამიანი საერთოდ არ უნდა შეეხოს სუთრას. მაგრამ თუ ეშინია რაღაცა გაივლის მის წინაშე, მაქსიმალურად უნდა დადგეს ახლოს, რომ არ გაიაროს რაღაცა მის წინაშე. და ჰადისები, რომელიც არის გამოცემული, რომ შუმავალი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ლოცულობდა სუთრას გარეშე, მაგ ალიმები თქვის, რომ ეს არის იმის გამო, რომ შუმავალი სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უბრალოდ არ აქვს საშუალება სუთრის გაკეთება. მაგრამ სხვა ჰადისებიდან გამოდიან ჩანს, რომ სუთრის დადგომა არის ვაჯიბი. ალლაჰუმ ბარაკა მოგწესმებო, სუბჰანაკა ვა ბიჰამდიკა, აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლა ანტ, ასტაღფირუკა ვა ატუბუ ილაიქ. ლოცვას არ ეხავს ეგ, მაგრამ ალიმები თქვის, უნდა შეეცადო რომ არ მიიღო, ანუ არ მივიდეს. ზოგი ძმა ანუ ყურდებას არ აქვს, ხანდახან კატას უშვებს, ან კატა ლოცვა ადამიანი კატა გადის ან რაღაცა.
არ უნდა მაქსიმალურად უნდა შეიცვალოს ადამიანი, რომ არ გაიაროს მის წინ, ანუ არავინ. მაგრამ არ შეიძლება. ბატონო? არ შეიძლება. ბატონო? კატა და ეგ არ შეიძლება მეთქი. არ შლის, მაგრამ შემდეგ აკვირთვის გავირით რა შლის.